არასამთავრობო ორგანიზაციების მედია ცენტრმა მუშაობა დაასრულა. დღეს რამდენიმე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც არჩევნების მიმდინარეობაში იაფასეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. გამოვლენილი ხარვეზები კი შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. თავისუფალ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც. საიას იურისტები ხმის მიცემის პროცესს 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში ადევნებდნენ თვალს. ორგანიზაციის წარმომადგენლები არჩევნებს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც აკვირდებოდნენ. საიამ ჯამში 33 საჩივარი დაწერა, ჩანაწერთა წიგნში კი 50 შენიშვნა დააფიქსირეს. საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. ორგანიზაციის მიერ შერჩეულ რეგიონებში გამოვლენილ დარღვევებს ჰქონდა არასისტემატიური ხასიათი და ისეთი ტიპის დარღვევები იყო ძირითადად, რომელსაც არ შეეძლო რომ გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა გამოწვეული იყო არა არჩევნების გაყალბების მცდელობით ან თუნდაც რომელიმე საარჩევნო სუბიექტისადმი მიკერძოებით საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან, არამედ უმეტესწილად მათი არაპროფესიონალიზმით. საჩივრები შეეხებოდა სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის დამკვირვებლების შეშვებასთან დაკავშირებული პრობლემებს უბანზე, საჩივრების დარეგისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემებს, მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემებს, ასევე შეეხებოდა არასათანადო დოკუმენტაციით არჩევნებში მონაწილეობის პრობლემებს, ხმის ნაცვლად ხმის მიცემის პრობლემებს. რეკლამის შემდეგ